სიბერეს რა უთხარი. ვერც კი შევამჩნიე, როდის შემოხვედი. შენ ყველა ასაკი გამშვენებს. იმედიანი კაცი ხარ. მაგრამ იმედიანი. ჩემ შვილებში თავაზიანობითაც ვერავინ გჯობნის. გახსოვს როგორ გამორჩეულად გეპყრობოდი ყოველთვის. ჩვენ კარგად გამოგვდიოდა საზრიანი საუბრები. მაგ საუბრებმა გამზარდეს, მამა. კარგი, ჩამოვჯდეთ. საღამოს ლოცვაზე უნდა დავდგე და დრო ცოტა მაქვს. არ დაგიმალავდა. სულ მენანებოდი. გენანებოდი? შენს ძმებზე ადრე რომ არ დაიბადე. თორემ ქართლის ტახტზე ახლა შენ იჯდებოდი. ქართლს? მეფე ხავს, მამა. ხოდა დიდება მეფეს. დაჯექი. დავითი ჩემი უფროსი შვილია და შენი უფროსი ძმა, მაგრამ მეტისმეტად მშვიდია და შემგუებელი. ჯერ გავიგე, მამა. დრო იყო ერთიანი საქართველოს მეფეთ ვითვლებოდი. ჩემს თვალწინ დაინგრა ეს დიდი საქართველო. ვიბრძოდი, მარცხდებოდი, თმობდი, როცა მეტირებოდა, ვიცინოდი, მაგრამ მაინც ვაგზელებდი ბრძოლას საქართველოს ერთიანობისთვის. ბოლოს მთელი ქვეყანა გადამიდგა და მარტო დავრჩი. უახლოესმა ადამიანებმაც კი ხელი ჩაიქნიეს და მირჩევდნენ სახელმწიფოს დაშლას შევგუებოდი და მეზობელ საქართველოებთან საზღვარი დამედგინა. რატომ მიყვები იმას, მამა, რაც ისედაც კარგად ვიცი შენ? რა გაწუხებს მე? კი არ გიყვები? იმას ვჩივი, რომა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლა საჭირო. და უშენოდ, დავითი, ამ საქმეში ვერაფერს გახდება.
არც მოინდომებს. ამიტომ შენ უნდა იყო. შენ უნდა იყო მეფის ხმალი, მისი სიფხიზლე და სისასტიკეც. ეს თვისებები მას არ გააჩნია. რაც მის მეფობას უნაყოფოს გახდის. ამიტომ რასაც ახლა ჩემგან მოისმენ, ანდერძად ჩათვალე. ამას შენ გეუბნები და არა დავითს. ბრძანა კახეთში ჭკვიანი მეფეზის, მაგრამ ალექსანდრე მოხუცდა. ჩემზე უმცროსი კია, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლებს მეფობას. ხვდები რას ვამბობ. სტუმრად რომ გახდით კახეთში ალექსანდრესთან, თვალი მისი შვილებისკენ მეჭირა. ცხოვრების წამებამ კაცის შეცნობის მეტი რამ ასწავლა, განსაკუთრებით სამეფო კაცისა. ალექსანდრეს შვილებიდან არც ერთი არ ივარგებს მეფედ. გიორგი ბატონიშვილი თავქარიანია. თანაც მას ეკუთვნის ტახტი. მისი ძმა დემეტრე იმას ფიქრობს, როგორ ჩამოიცილოს ძმა გზიდან და თვითონ ავიდეს ტახტზე. აი რას ნიშნავს, როცა ოჯახში ორი ადამიანი ერთნაირად ფიქრობს. უნდა გამოვიყენოთ კახეთის სამეფო ოჯახის სისუსტე. როგორც კი მარჯვედრო მოგვეცემა, არავინ და არაფერი დავზოგოთ. კახეთის შემოსაერთებლად. კახეთის და ქართლის საომარი ძალა თუ გაერთიანდა, იმერეთსაც შემოვიერთებ და მერე სამცხე ვერ საწაგვივა. შეიძლება ეს ძალიან დიდ სისხლად დაგვიждდეს, მაგრამ ღირს შენ კიდევ არ იცი რა დიდი ძალა აქვს ერთიან ქართულ სახელმწიფოს. ეგ ყველაფერი 1000-ჯერ მაქვს ნაფიქრი და გაზომილი, მეფეო. შეუძლებელი არაფერია. თუ ოსმალომ და ყიზილბაშმა დაგვაცადა. თუ ქვეყნის გარეთ მშვიდობა იქნა, წინ ვერავინ დამიდგება. თუ კახეთი შემოვიერთეთ, ისი სავაჭრო გზებიდან, დიდარი ქალაქებიდან, აბრეშუმიდან სხვა ფული შემოვა. ფული, რომლითაც საქართველოს გაერთიანება იქნება შესაძლებელი. ახლა წამომაყენე. არ მინდა ლოცვაზე დავაგვიანო. როცა წავდგები, შიდა დავტოვებ სააქაოს. იმიტომ რომ აქ შენ მეგულები. და კიდე შენი ძმა დავითი.
მე-16 საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიის პოლიტიკურ რუქაზე 6 სახელმწიფო იდო: შირვანი, შაქი, ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო და სამცხე-საათაბაგო. ამათგან ქრისტიანულ სამყაროს 4 სახელმწიფო დაშლილი საქართველო ეკუთვნოდა. ვამბობთ ქრისტიანულ სამყაროს ეკუთვნოდაო, მაგრამ სადღა იყო ქართველებისთვის ეს ქრისტიანული სამყარო? ეს იყო დრო, როცა ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთში ერთგვარ ქრისტიანობის კუნძულს წარმოადგენდა მაჰმადიანური ხალხებით და სახელმწიფოებით გარემოცულს. და მისი ასეთი მდგომარეობა წინა მე-15 საუკუნეში მომხდარმა დიდმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა განაპირობა. თემურ ლენგთან ნაომარი საქართველო მე-15 საუკუნის დასაწყისიდან შავ ბატკნიან თურქმანებთან ბრძოლაში ჩაება. მერე ალექსანდრე დიდის მეცადინეობით ჭრილობები მოიშუშა. შავ ბატკნიან თურქმანებს თეთრ ბატკნიანი თურქმანები მოყვნენ. ამიტომ ქვეყნის სხეულზე გაჩენილ დაშლილობის ბზარებს აღარაფერი ეშვება. მე-15 საუკუნის საქართველო გადაღლილ ადამიანს ჰგავდა. ასეთ კრიზისს 1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობა დაემთხვა. 1461 წელს ტრაპიზონის სამეფოც დაეცა ოსმალებთან ბრძოლაში. მსოფლიო რუკიდან გაქრა 2 ქრისტიანული მეზობელი საქართველოსთვის და მათი სახით პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ხიდით საქრისტიანოსთან. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პროცესებისგან იზოლირებული აღმოჩნდა. შავ ზღვაზე ოსმალეთის გაბატონებას ევროპელთა ასობით სავაჭრო ფაქტორიის გაქრობა მოყვა მთელ სანაპიროზე. შავი ზღვა მაშინ აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ოაზისი იყო და ამ სისტემაში საქართველოც მონაწილეობდა თავისი საქარავნე გზებით, სახმელეთო თუ ზღვისპირა ქალაქებით. ცოტა ხანში ოსმალეთმა უკვე ყირიმიც დაიპყრო და ეს სავაჭრო არტერია გადაიკეტა. ჩვენი ქვეყნის სხეულზე მდებარე სავაჭრო ქალაქების უმეტესობა დაკნინდა. იქცა უბრალო სოფლებად და ციხესიმაგრეებად. ეკონომიკის დაცემამ განათლების და კულტურის გაღარიბება გამოიწვია და როგორც ასე დროს ხდება ხოლმე ქვეყანას მესვეურებად ვიწრო აზროვნების მედროვეები მოევლინენ. ეპოქის შესაბამისი ადამიანები. ასეთი მესვეურების საქმიანობა მას განაპირობა ის, რომ მე-15 საუკუნემ მე-16-ს ასეთი სამეფო სამთავროებად დაშლილი საქართველო დაუტოვა მემკვიდრეობად. შავი ზღვის სავაჭრო მიმართულების გადაკეტვამ სახმელეთო გზები ამოქმედა და ერთ-ერთ ასეთ სახმელეთო სავაჭრო გზასთან ახლოს კახეთის სამეფო აღმოჩნდა. თავისი ძვირფასი აბრეშუმის ნედლეულით. კახეთის მეფე ალექსანდრე I კარგი მმართველი იყო. ქვეყანა დაამშვიდა და 7 ერისთავს, რომლებიც შეურიგებლად ებრძოდნენ, თავები დააყრევინა. ალექსანდრე მეფემ კახეთის სახელმწიფო დაქცია. მისი სამეფო საქართველოებს შორის ყველაზე მტკიცე იყო, მაგრამ სამეფო ოჯახში გაჩენილი უთანხმოება ამ სიმტკიცეს კარგს არაფერს უქადდა. სამეფო 30 სამოურავოდ დაიყოფა. მოურავებს
მოურავებს მე თვითონ დავამტკიცებ. მოურავობა მამიდან შულზე გადავამეფეო. არა. თუ მოურავი ჩემს დაძახილზე აზნაურობას დროულად არ გამოიყვანს ბრძოლაში, ან კაცი დააკვდება, ან ყოველი მხედარი წესრიგში არ ეყოლება, სამოურავოს სხვა გადაიბაროს. სასურველია. რომ ეგ სხვა ძველი მოურავის გვარისა არ იქნება. მამა ბატონო. ო, დიმიტრი. ყოველმა მოურავმა უნდა იცოდეს, რომ საქმის ცუდად გაძღოლისათვის არა მარტო მას მოეკითხება, მისი გვარიშვილებიც დაემცრობია. სარდალე 30 სამოურავოს ერთი სარდალი შეიყვანს ომში. რათა ერთი. მთელი კახეთი ოთხ სადროშოთ დაიყოფა და ოთხივეში გადანაწილდება 30 სადროშო. სადროშოს ვიღა უსარდლებს. სადროშოს ეპისკოპოსები წაუძღვებიან ბრძოლაში. და ოთხივე ჩემი ბრძანების ქვეშ იდგება. შინებულად არის მოფიქრებული მეფეო. გიორგი ბატონის შვილი მობრძანებულა. სანამ თქვენ აქ თათბირობთ, ჯერ გამარჯობა თქვი, გიორგი. მეფის წინაშე დგახარ. რა მოხდა შვილო? ალექსანდრე იმერთა მეფე ქართლში შეიჭრა და გორი დაიკავა. თბილისამდეც მოაღწევდა, მაგრამ იმერეთს ოსმალოს შესევია და უკან გაბრუნება მოუხდათ. რა ვქნათ? ასე გულხელ დაკრეფილები ველოდოთ, როდის აგვაცლიათ ცხვირწინ ქართლს იმერლები. აგვაცლია. უკვე შენათი იგულებ ქართლს. არა მარტო ქართლს, მამა ბატონო. განა პაპა ჩემის გვირგვინ ქვეშ არ იყო მთელი საქართველო. ქართლში მეფეზის და სანამ ცოცხალი ვარ შენ მაგას არანი გეკითხება. თუ იმერლებმა ქართლი აიღეს მეფე უკახეთსაც მალე მოადგებიან. აეგრემთლად გადამკიდებ ქართლელებს. აწიოგებ. წვავ ტყვეთ მოკავს გლეხობა. ტრის ქვეყანასავით ეპყრობი და გავიწყდება რომ ძმანი არიან. ის დაემგვანე ასეთი ცუნდრუკი. ჭკუაზე წინ ფეხები მიგირბის.
აღარ გავიგონო იცოდე ქართლში შენი თარეში. ლაშქარი მზად ყავს. ამაღამე დავძრავ ქართლისკენ. მე ჩემსას მაინც გავაკეთებ. დაგვუპავს ეს სოფიანი. მაგის მეფობა არ შეიძლება. სანამ ცოცხალი ვარ დიმიტრი. ჩემი ხელიდან უნდა დაიდგა გვირგვინი. კახეთის ეს თავზე ხელაღებული ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი ერთ იმდროინდელ დოკუმენტში თავის თავს განმაერთიანებელს ლიხთ იმერისას და ლიხთ ამერისას უწოდებდა. ამ სიტყვებში დაშლილი საქართველოს გაერთიანების ამბიცია იდო. და სანამ შიმშილით სული გაძრობია, თავისი ხელით ჩამომიტანოს ციხის სკალიტეები. სიცოცხლე უნდა მუხლზე მემთხვილოს. დიდი მიზანი იყო მაშინ ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ძალიან საფრთხილო. ადამიანს, რომელიც ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ხელს მოკიდევდა, 100 ჯერ მაინც უნდა გაეზომა ყველაფერი. ოდნავ აჩქარებას შეიძლება ქვეყნის აღდგენის მაგივრად გაუთავებელი სისხლის ღრა და სამოქალაქო ომი მოეტანა შედეგად. მონარქია რომ აღედგინა ადამიანს მაშინ, უნდა დაენგრია ის სისტემა, რომელიც დაშლილობაზე იყო მორგებული და უკვე დიდი ხანია მოქმედებდა. არა და დაშლილობა უკვე ფესვგამდგარი იყო მაშინ. ამ საქართველოებს მკაცრად ჰქონდა დადგენილი საზღვრები. კახეთის მეფე გიორგი ყველა მათგანს თავისი მეფე ან მთავარი განაგებდა. დევნილად აქცია მაგ ქართლის მეფესთან. თითოეულ ასეთ ხელისუფალს თავისი სავაზირო, სასამართლო და ჯარი ჰყავდა. კანონიც იმას მოითხოვს, რომ ქართლის მეფეთა ხელქვეშ იყოს ერთიანი სამეფო. ამიტომ რა გასაკვირია თუ ამ 4 დამოუკიდებელ სახელმწიფოს 4 სხვადასხვა მიზანი და სტრატეგია ჰქონდა. მიუხედავად ასეთი დაშლილობისა, ბაგრატიონების სამეფო ოჯახებში მუდმივად ცოცხლობდა ქვეყნის გაერთიანების იდეა. მე-16 საუკუნის დასაწყისში ქართლში კონსტანტინე მეორე, ხოლო კახეთში ალექსანდრე პირველი მეფობდა. ისინი ჰალალი ბიძაშვილები იყვნენ და მათ გენეალოგიურ სიას 31 თაობა ღვთილგვირგვინოსანი მეფე წინაპარი ამშვენებდა. იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი დიდი თამარის შვილის რუსუდანისგან იღებდა სათავეს და ისინიც მირონცხებულ მეფეებად თვლიდნენ თავს. ამ სამი ბაგრატიონი მეფიდან ყველა თავის თავს მიიჩნევდა ერთიანი საქართველოს კანონიერ ხელმწიფედ. ეს მათი ტიტულატურიდანაც ჩანს. აი თუ ქართლის მეფეები თავს ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინისა ფლობით მპყრობელ მეფეთა მეფეს უწოდებდნენ, კახეთის გვირგვინოსნები ძველი ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულით იხსენიებოდნენ და ასევე იწერებოდნენ. ნებითა ღვთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დასავლეთამდე და ჩრდილოეთიდან ვიდრე სამხრეთამდე თვით ხელმწიფედ მყრობელ მქონებელნი. ერთიანობისთვის ბრძოლა დაწყებული იყო და საბოლოოდ გამოიკვეთებოდა ალბათ პიროვნება, ვინც ერთიანი მონარქიის აღდგენას თავს დაადგამდა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო საგარეო მშვიდობა, რომელიც ასეთ იშვიათობას წარმოადგენდა ყოველთვის ჩვენს ისტორიაში და მით უმეტეს მაშინ, როცა წინ იდო სისხლიანი მე-16 საუკუნე. უკვე 1610-იან წლებში საქართველოს სამხრეთიდან ყიზილბაშური ირანი გაუმეზობოდა. აღმოსავლეთიდან შირვანი და შაქი ესაზღვრებოდა. ჩრდილოეთიდან ემეზობლებოდნენ დაღესტნის საშამხლო, ყაბარდო, ჩერქეზეთი და ოსები. მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე აგრესიული ოსმალეთი
უკვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ კარებთან იდგა. ოსმალეთი შავი ზღვის ჩრდილოეთიდანაც უტევდა კავკასიას, რადგან ის უკვე ყირიმშიც ბატონობდა. ამ დიდი იმპერიის საფრთხის ქვეშ იდგა ევროპაც. მაგრამ იქ საფრანგეთის და ჰაბსბურგთა იმპერიის შეურიგებელი ომების გამო ვერ ხერხდებოდა გაერთიანება ოსმალთა წინააღმდეგ. ასეთი მიყუჩებული ნაღმევით იყო მაშინ მსოფლიო, როცა საქართველოში გაერთიანებისთვის ბრძოლა გამძაფრდა და იმედიც გაჩნდა.